დაკავებულია 6 პოლიციელი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების გამო. ყველა მათგანი მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემაში მონაწილეობდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულზე დაკავებისას იძალადეს და ჯანმრთელობა დაუზიანეს. ამ პოლიციელებს, რომელთა სახეები დანაშაულის ამსახველ ვიდეოკადრებში მარტივად იდენტიფიცირებადია, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ცემის შედეგად ახალგაზრდა კაცს გატეხილი აქვს ნეკნი და დაჟეჟილი სხვადასხვა ორგანოები. ის მკურნალობას სახლში აგრძელებს. ჯერ უცნობია მოუხსნეს თუ არა მას ბრალდებული სტატუსი. ლოცულაშვილს სულხან თამაზაშვილის უწყება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ადვოკატი ამ საქმის შეწყვეტას მოითხოვს. რასახის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პროკურატურამ, რა ეტაპზეა ეს საქმე და რა ხდება ახლა გორის პოლიციაში. ფორმულას გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე. დიაბაზაღუა გვერდდება პირდაპირ ეთერში. დია გითხარი ირსი გარკვევა მოახერხე ამ დროისთვის. დიახ, ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში გორში გუშინ მოქალაქეზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობასთან დაკავშირებით 6 პოლიციელია დაკავებული. ამის შესახებ პროკურატურამ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, თუმცა ისინი არ საუბრობენ დამატებით დეტალებთან დაკავშირებით. ასევე არ არის ცნობილი დაკავებული პოლიციელების ვინაობა, არც მათი ინიციალები არის მითითებული განცხადებაში. ასევე უცნობია ისიც ჯერჯერობით თუ სად არიან გადაყვანილი და როდის წარედგინებათ მათ ოფიციალურად ბრალდება. გეტყვით ნაცემ ახალგაზრდა მამაკაცთან დაკავშირებით პაპუნა ლოცულაშვილი გუშინ გვიანღამით ექსპერტების რეკომენდაციით გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში. ჩვენ ვიყოფებოდით დღეს კლინიკაში დილით, ის გაწერეს, თუმცა როგორც ვესაუბრეთ ექიმს, მას აღენიშნებოდა ნეკნის მოტეხილობა, ასევე დაბეჟილობა. ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით თავად პაპუნა ლოცულაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ფონის გამო მათ მედიასთან საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, როგორც ჩვენ ექიმი გვეუბნება და როგორც გითხარით, ის არის გამოწერილი. გარდა ამისა, ჩვენ ვესაუბრეთ მის ადვოკატსაც რევაზიშვილს, რომელიც ასევე არის მისი მეგობრის ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი. უფლებადამცველი ამბობს იმას, რომ ირონიულია ის, რომ თავად დაზარალებული არის ახლა ბრალდებული, როგორც იცით, თავდაპირველად გუშინ დააკავეს პაპუნა ლოცულაშვილი. თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, თუმცა ადვოკატი ამბობს იმას, რომ ფორმალურად ჯერ კიდევ არ არის შეწყვეტილი მის წინააღმდეგ საქმე, ის დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის მიმართ გაწეულ წინააღმდეგობას. თქვენ შეგიძლიათ, რომ მათი ექიმის და ასევე ადვოკატის პოზიციას პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. პაციენტი ლოცულაშვილი აპოლონი შემოიყვანეს გუშინ ღამის 2 საათსა და 10 წუთზე. შემოვიდა თვითდინებით პაციენტი, აღენიშნებოდა ტკივილი კისრის მიდამოში და თავის არეში და ზოგადი დაჟეჟილობის კლინიკური სურათი იყო. დაუდგინეთ, რომ პაციენტს აქვს თავის ზედაპირული ტრავმა, ამავე დროს აღენიშნებოდა გულმკერდზე მარჯვნივ მეორე ნეკნის მოტეხილობა და მარჯვნივ სხივმაჯის სახსრის დაჟეჟილობა და ღვთზობა. გამოძიებაში დაქალცეთა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, 333 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არის ზუსტი კვალიფიკაცია იმ ქმედებებისა, რომელიც ჩვენ ვნახეთ. მინიმუმ ჩვენ სახეზე გვაქვს არაადამიანური და დამამცირებელი მოფრობა და მიგვაჩნია, რომ წამების თვალსაზრისითაც ეს მათი ქმედებები და ის მოქმედებები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლობა კანონით განახორციელეს ადგილზე, ასევე ამ თვალსაზრისითაც არის შესაძლებელი. პაპუნა ლოცულაშვილის შემთხვევაში სისხლსამართლებრივი დევნა დაიწყო მისი დაკავებით. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებიდან გათავისუფლდა, სამართლებრივად აუცილებელია, რომ მის მიმართ სისხლსამართლებრივი დევნა შეწყდეს. ის რომ დღეს პაპუნა ლოცულაშვილს აქვს ბრალდებული სტატუსი, უბრალოდ არის დაუშვებელი და ძალიან უსამართლო იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა. გათავისუფლების შემდეგ გუშინ გვიანღამით პაპუნა ლოცულაშვილი გადაიყვანეს გამოკითხვაზე, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ჩვენების მიცემა ვერ შეძლო. მისგან განსხვავებით პოლიციელებისა და გამომძიებლების კითხვებს დეტალურად უპასუხა, როგორც ადვოკატი განმარტავს მისმა მეგობარმა ლაშა აბისონაშვილმა. მან ისაუბრა
მომხდართან დაკავშირებით, მომხდარ ინციდენტთან და სასტიკ ძალადობასთან დაკავშირებით და როგორც ადვოკატი ამბობს, უპასუხა გამომძიებლების ყველა კითხვას, მათ შორის მიუთითა პოლიციელების ძალადობასთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, გუშინ გვიან ღამემდე იკითხებოდნენ პოლიციის შენობაში ჟურნალისტები ლადო ბიჭაშვილი და გიორგი ახალკაცი, რომლებიც არიან სწორედ ამ სასტიკი ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების ავტორები. სწორედ მას შემდგომ დაიწყო რეაგირება, რაც მედიამ გაავრცელა აღნიშნული კადრები. ისინი ამბობენ, რომ გამომძიებლებს ჰქონდათ მათთან შეკითხვები თუ როგორ მოახერხეს ამ ვიდეო კადრების გადაღება და აღეწერათ თუ როგორ მიმდინარეობდა მოქმედება. ასევე ამოღებულია მათი ტელეფონიდან უწყვეტი ვიდეო კადრები, რომლებიც ჟურნალისტებმა მიაწოდეს საგამოძიებო უწყებას და შეგიძლიათ რომ მათი კომენტარიც მოისმინოთ. მოიღეს ჩვენი ტელეფონებიდან ის კადრები, სადაც ასახული იყო არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა სამართალმცველების მხრიდან მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, ეს არის პაპუნა ლოცულაშვილი. შესაბამისად, გამომძიებლების ინტერესი შეეხებოდა იმას, რომ ყოფილიყო უწყვეტი კადრები, რაც ჩვენ დავაკმაყოფილეთ და მივეცით. რაც შეეხება ამოცნობას, ამ კადრების საფუძველზე მოხდა როგორც ჩანს ამოცნობა და 6 პირია დაკავებული. გამომძიებლებს აინტერესებდათ დამატებითი დეტალები, აინტერესებდა როგორ მოხდა იმ ვიდეო მასალის გადაღება, რომელიც გავრცელდა და მთელი ქვეყანა შეძრა. ცხადია, ეს ვიდეო მასალა ჩვენ მივეცით გამოძიებას, იმიტომ რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ვთვლით, რომ დიახ უნდა ჰქონდეს გამოძიებას ეს მასალა, რათა შეეწყოს ხელი საგამოძიებო პროცესს. ასევე აინტერესებდათ შეძლებდით თუ არა შემდგომ მოძალადე სამართალდამცველების ამოცნობას, რაზეც ჩვენი პასუხი არის, რომ არა, ვინაიდან ვიდეო გადაღება ხდებოდა შორიდან და რთული არის სამართალდამცველების იდენტიფიცირება, არსებობს ვიდეო კადრები და თუ იქნება პოლიტიკური ნება, პროკურატურის თანამშრომლები თავადაც შეძლებენ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ ვრჩებით გორში, როგორც გითხარით, ჯერჯერობით დაუზუსტებელია პოლიციელების ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ დააკავა და ვცდილობთ, რომ დავაზუსტოთ დეტალები ამასთან დაკავშირებით და უკვე დამატებითი ინფორმაციით შემდეგ გამოშვებებში დაგიბრუნდებით.